ჩვენ ორს იმდენი ძალასა თუ გაგვს ბოროტების სათავე რომ მოვსვოთ, მაგრამ ბოროტებას ხელები რომ მოვჭრათ, ხომ შეგვიძლია ეს? შეგვიძლია. ვიპოვოთ ახლა ის ბოროტების მკეთებელი ხელები და როგორც მოიტანს საქმე, ისე მოიქცეთ ჩვენს. პოსტანი ხომ გაგიმარგლავს ბექარზმაო? ისე ამოდის ხოლმე სარეველა. ამოა და კიდევ გაიმარგლება ის. შეგაი კაცო. ამოდენა მისაწყალს ჩვენ ორნი რას გავასწორებთ? ვერ გავასწორებთ, მართალი ხარ შენ. მაგრამ ჯერ ერთი გამარგლულზე ამოსულ სარეველას ის ძალა აღარ ექნება და მეორეც ის რომ ჩვენ თუ მარგლეთ, სხვაც მოგვბაძავს. მომრავლდება ჩვენი თანაკაცები და ბევრი რომ ვიქნებით, მაშინ სათავეში რომ ბოროტება, იმაზედაც მიგვიწვდება ხელი დაწყვია. ეგრე იყოს. საახალწლო განწყობა საზოგადოების დიდ ნაწილში 2011 წლის დადგომისთანავე 3 იანვარს შეიცვალა. როცა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან ვეტერანების მშვიდობიანი აქცია პოლიციამ სასტიკად დაარბია. გავიხსენოთ რა მოხდა აქ 3 იანვარს, სადაც ვეტერანები ხელისუფლებისაგან მხოლოდ და მხოლოდ სოციალური პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. კადრები, რომელსაც თქვენ ნახავთ, ტელეკომპანია კავკასიამ და სააგენტო ინტერპრეს ნიუსმა მოგვაწოდეს. როგორ დაიწყო 2011 წელი საქართველოს დედაქალაქში? ნახეთ იმე და დარსალიას რეპორტაჟი. 3 იანვარს გმირთა მოედანზე მიმავალი სამთავრობო სავარაუდოდ საქართველოს პრეზიდენტის ესკორტი ამ ადგილას ჩერდება. ერთ-ერთი ავტომობილის უკანა გვერდითა მინა იწევა და მემორიალთან მოშიმშილე ვეტერანების კარვებს აკვირდება. როგორც ჩანს, სინათლის ხალათში გაშლილი კარვები მაღალ ჩინოსანს თვალში არ მოსდის. ესკორტის ჩავლიდა რამდენიმე წუთში საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალთან იმავე ბრძოლებში გადარჩენილი მოშიმშილე ვეტერანების დარბევა იწყება. დარბევამდე სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ტერიტორიიდან კარვებისა და სხვა პირადი ნივთების გატანას თხოვენ. ცხოვრებაში კანონი არ დამიწყებია რა, ცხოვრებაში. გასხოვებთან ნაციონალებისგან რა. ვინმე საწუხებს კანონს ვარ მე. რა ჩემი რამე დავარღვია კანონი. კანონს არ გქონე. უკანონოდ იქცევი გენაცვალე და იმიტომ გეუნები. მითხარი რა კანონი? შენ იქცევი კანონს აღგებია რა. ძალა არ გვიდა რა ძალა. აპრესია რა. მათი და ლაობას ყურდადი. აღგებია კანონი. ასაკეთე. ინდოეთიაც ვინმე და არაფერს არ ვაშევეთ, მო. რატომ დაანგე? ხალხო შენი გული წუთი ძალიან ციტლირე ყავ. ახალწო რაგი, როდი ერთა დავაი, აი მასე. დავყავო შენ იქ მიღენია მანქანა რა. ხავს ხელითა არ მეგონა. ეგა ხელი რომელმა დაარტყეთ? ხელი რომელმა დაარტყეთ? გოგოს მიწო. ხელი რომელმა დაარტყა გოგოს? რომელმა დაარტყა და იმა დაარტყა რა უკუცა? შენ ტენია, მე ბიჭებო კარგად. აი, ნუ გამორა, კი აქ ტენი გაგაცილე, დააუროვას, იმიტომ რომ ყვირი ხარ, წამო. წამო ჩვენს, წამო. წამო, წამო, ყველა ყვირი ხარ რა. ყველა ყვირი ხარ, დებო. მაქარაში ხო? Давай, გამოდი ვანქანი. Сио. Кай.
ვინ არიან ის პოლიციელები, ვინც 3 იანვარს ვეტერანებს ასე სასტიკად გაუსწორდა? დღეს მოგიყვებით ნეპოტიზმის ფაქტების შესახებ საპატრულო პოლიციაში. მაღალჩინოსან ძალოვნებს ამ თემაზე საუბარი არ უნდათ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ მაინც ისინი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ. ხელისუფლების დამცველების სამშობლოს დამცველების წინააღმდეგ. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი. იცნობდით, ზურაბ უკლება, საპატრულო პოლიციის მეტროპოლიტენის სამმართველოს უფროსის მოადგილე. შედაბრძანებით არის საპატრულო პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი. კოტე დიღმელაშვილი, თბილისის საპატრულო პოლიციის პირველი სახაზო სამმართველოს უფროსი. ზურაბ ვახტანგიშვილი, თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე. ამ გვარს მოგვიანებით ისევ დავუბრუნდებით. ვიდეო კადრებით თუ ვიმსჯელებ, ვეტერანების დასარბევად სრულიად საპატრულო პოლიცია და სამინისტროს სხვა დანაყოფებიც იყო მობილიზებული. არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ სამართალდამცველებმა 3 იანვარს სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს. 12-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ შინაგან საქმეთა მინისტრის და მთავარი პროკურორის სახელზე მიმართვაც გააგზავნა, სადაც დარბევის ბრძანების გამცემისა და შემსრულებლების დასჯას ითხოვს. ამბობენ, რომ აქციის მონაწილეებს კანონი არ დაურღვევიათ. სპეციალური განცხადება სახალხო დამცველმაც გააკეთა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პროცესში ადგილი ჰქონდა მთელ რიგ დარღვევებს კანონმდებლობის და მე ვეცდები მოკლედ მოგახსენოთ თითოეული მათგანის შესახებ. კერძოდ, მიგვაჩნია, რომ შეკრება მანიფესტაცია ვეტერანების მიმდინარეობდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. ადგილი არ ქონია არანაირ ექსცესებს, შესაბამისად საპატრულო პოლიციის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ დაშლილიყო აქცია. იყო საფუძველს მოკლებული. კანონის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელმა უნდა შეაფასოს ირღვევა თუ არა შეკრების და მანიფესტაციის წესები და თუ ირღვევა, უნდა მოუწოდოს, რომ დაიცვან ეს წესები. და თუ არ დაიცავენ, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოუძახოს პოლიციას. ანუ ამ შემთხვევაში ისინი უფლებამოსილი პირები საერთოდ არ იყვნენ. მეორე ის, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან არაფერი არ ირღვეოდა, არანაირი დარღვევა არ იყო და შესაბამისად მათ უფლება ჰქონდათ, რომ რამდენხანსაც ჩათვლიდნენ საჭირო და რა ფორმითაც ჩათვლიდნენ საჭიროდ იქ ყოფილიყვნენ. და მესამე ის, რომ პოლიციის წარმომადგენლებმა გამოიყენეს ძალიან უხეში ფიზიკური ძალა, მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეებს სასტიკად გაუსწორდნენ, რამდენიმე დაკავებულ პირს აღენიშნებოდა მძიმე დაზიანებები სხეულზე და სახეზე. დარღვევა იყო პოლიციის მხრიდან ისიც, რომ აშკარად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს ჩანდა ეს კადრებიდან კარგად ადვილად აღსაქმელი არის, რომ სხვადასხვა პირები არიან პოლიციის წარმომადგენლები, თუმცა მათ არ აცვიათ ფორმა. ისინი არიან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული, რაც არის ასევე კანონდარღვევა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ეს სხვადასხვა პირები იმყოფებოდნენ ალკოჰოლური სასმელების ზემოქმედების ქვეშ, თუმცა რა თქმა უნდა, ვერც ეს ვერ იქნებოდა ვერანაირად დაკავების საფუძველი, იმიტომ რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არ არის არავის დაკავების საფუძველი და ვერც იქნება. ადამიანი, ვინც 3 იანვარს ვეტერანების დარბევისას აქტიურობდა, თბილისის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე ზურაბ ვახტანგიშვილია. ამავდროულად ის არის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის გოგა გრიგალაშვილის დეიდაშვილი. ჩვენი წყარო გვეუბნება, რომ ვახტანგიშვილი არაა ერთადერთი ახლობელი, ვის პიროვნებაშიც გრიგალაშვილმა ხელმძღვანელისთვის საჭირო თვისებები აღმოაჩინა და მისსავე უწყებაში დაასაქმა. გრიგალაშვილის ბავშვობის მეგობარი ალექსანდრე საშკაწულაძე, დეპარტამენტის სამეურნეო სამმართველოს უფროსია. ქალაქ თბილისის სამმართველოს სამეურნეო განყოფილების უფროსად მუშაობს დავით არაბული, ასევე გრიგალაშვილის კლასელი და უახლოესი მეგობარი. ჩვენი წყარო არაბულთან დაკავშირებით ერთ საინტერესო ისტორიასაც გვიყვება. არაბული მარიხუანას მოხმარებისთვის დაუკავებიათ, თუმცა გრიგალაშვილმა მეგობრის შეწყალება თავად მინისტრს თხოვა და ის ძველ პოსტზე დღესაც განაგრძობს მუშაობას. რუსთავის საპატრულო პოლიციის განყოფილების უფროსია გოგა გრიგალაშვილის კლასელი, გიორგი გოგოლაშვილიც.
დეპარტამენტის უფროსის მსგავსად ნათესავ მეგობრებში ხელმძღვანელის ნიჭის საპატრულო პოლიციის თბილისის სამმართველოს უფროსს გიორგი გეგეჭკორსაც აღმოუჩენია. თუმცა პირველ რიგში ეს ნიჭი მასში სავარაუდოდ ასევე ნათესავებმა დაინახეს. გიორგი გეგეჭკორი პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას უახლოესი ნათესავის გულიკო ხარჩილავას სიძია. გიორგი გეგეჭკორის ახლო ნათესავია სამეგრელო ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი ალეკო ბელქანია. გეგეჭკორის ნათესავები არიან ქალაქ თბილისის ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი მამუკა ჩქოტუა, დიდუბე-ჩუღურეთის 20 სეულის მეთაური ვახტანგ ქარაია, რომელიც ჩვენი წყაროს ცნობით 2005 წელს მანქანის გატაცებაში იყო ეჭმიტანილი. ასევე გეგეჭკორის ახლო ნათესავია ისანი სამგორის 20 სეულის მეთაური გიორგი მესხი. გიორგი გეგეჭკორის მოადგილე ქალბატონია, მისი კურსელი და ახლო მეგობარი ნინო თევდორაშვილი. უფროსებთან გადაღებულ მის სურათს სოციალურ ქსელშიც ნახავთ. ჩვენი წყაროს ცნობით, ნინო თევდორაშვილმა საკუთარ ძმას ცოტა ხნის წინ საპატრულო პოლიციის საგამოძიებო ნაწილში დააწყებინა მუშაობა. თუმცა ნარკოტიკების მოხმარების გამო ის მალევე დაითხოვეს სამსახურიდან. გეგეჭკორის თანაკურსელი ნინო თევდორაშვილი კი პოსტზე რჩება. ყველა ამ ინფორმაციის გადამოწმება ჩვენ თავად გოგა გრიგალაშვილთან და გიორგი გეგეჭკორთან ვცადეთ, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ. ყველა კითხვაზე მიმართეთ პრესამსახურს და გიპასუხებთ. აი ფაქტებსაც გეტყოდით თუ შეიძლება. პრესამსახური გიპასუხებთ. თქვენ არ შეგიძლიათ რომ გითხრათ? მაგალითად ზურა არ მოგვეძებთ. რამდენად გამართლებულია ეს და არის თუ არა ნეპოტიზმი? ბუნებრივია ოპრიჩნიკების როლს ასრულებენ მოტივირებული ადამიანები, ის ადამიანები, რომლებიც უკიდურესად ერთგულები არიან ნებისმიერი ბრძანების მიმართ, ნებისმიერი ხელმძღვანელის მიმართ და ნებისმიერ ბრძანებას ასრულებენ, ვინაიდან იციან, რომ მათ ამისთვის პასუხი არ მოეკითხებათ, მათთვის არის განუკითხაობა და ასეთ ერთგულ ადამიანებად ბუნებრივია პირველ რიგში საკუთარი ნათესავები, ბავშვობის მეგობრები თუ შემდეგ შეძენილი მეგობრები არიან, რომლებიც მზად არიან თავის გასწირონ, თავისი მეფისათვის, ისევე როგორც ოპრიჩნიკები წირავდნენ თავს ივანე მრიცხანისთვის. საქართველოს ვანაცვალებს თან ჩვენი საქმით გაუყოლავთ გზას. როგორც ჩანს, ასე მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეკვეთით დამზადებულ ვიდეო რგოლებში ხდება. ვიდეო რგოლებში, რომელსაც ნაციონალური არხები მაღალი სიხშირით გვიჩვენებენ. თორემ 3 იანვრის დარბევა საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ამ ტელევიზიების ეთერში არც კი უნახავს. მთავარია, რომ საახალწლო განწყობა, რომელიც ბოჩელმა შეუქმნა ქართველებს, არ ჩამოიშალა.